Алло, ხალხო გამარჯობა. კროკო ესპანეთშია. როგორც იცით, კროკო ვილიარეალის რეგიონალური პარტნიორი გახდა და ჟორჟი გახდა კროკოს ამბასადორი. ძალიან გვაინტერესებს როგორ მიდის ჟორჟის აქაური ვოიაჟი. ხოლო ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი აქვს ვილიარეალსაც და ჟორჟისაც თავისუფალ დროს ჟორჟიც მოვიტაცოთ და მოვაყოლოთ ჩვენთვის საინტერესო ამბები. მოკლედ, ამ რამდენიმე დღეში ვაპირებთ, რომ ჟორჟის ისტორიას გავყვეთ და თქვენს გაგაყოლებთ თუ გაინტერესებთ წავიდეთ. სხვათა შორის არ ველოდი, რომ ესე ძალიან მომეწონება და ძალიან საყვარელი და ძალიან მყუდრო ქალაქია, ძალიან საფეხბურთო. ზოგადად ესპანეთი რომ ძალიან საფეხბურთო ქვეყანაა, ეგ ალბათ ევროპის ჩემპიონობაზეც ეთყობათ და არა მხოლოდ ჩემპიონობაზე, ზოგადად აი ყველა ეზოს და ყველა გოლს ეთყობა, რომ ძალიან საფეხბურთო ქვეყანაა. ვილიარეალზე თქმა შეიძლება, იცით ალბათ რომ ესპანეთის მესამე გუნდია სტაბილურად ბარსას და რეალის შემდეგ. უკვე მალე მთავრდება სეზონი, რამდენიმე მნიშვნელოვანი თამაშია დარჩენილი. სხვათა შორის ვაპირებ, რომ ატლეტიკოსთან მატჩი არ გამოვტოვო და ალბათ არც თქვენ არ უნდა გამოვტოვოთ, გირჩევთ ყოველ შემთხვევაში. დღესაც ძალიან მნიშვნელოვანი თამაშია სელტასთან და მოდი ჟორჟს გავატანინოთ ყველამ ერთად. ეგ იხსელია? ნახე გაფა. ეს ძალიან. ეს ძალიან კაი. ეგ არის. ნუ უკან მიქაუტაძეს დავაწეროთ. მიქაუტაძის მაისტროს გავათამაშებთ კიდე სამომავლო. ამას არა ვუყავთ, ამას. მაგას არა, ორიგინალებს, ნამდვილებს. ეს არ არის ნამდვილი? ეგ ნამდვილია, მაგრამ რეტროა. მიგელმა რა გითხრა გახსოვს? მიგელი ჩვენი მეგობარი ვილიარეალიდან. ჩვენი კაცი ვილიარეალში. ესო არის თამაშია, რომელიც ჩემპიონთა ლიგის საგზურს გარანტირებულად გაგვინაღდებს. ანუ დღეს თავდება წრება. დაე და ჟორჟის გოლით. კი ბატონო. მაგას დაგხვირდი ჟორჟის. კი, შენ ამბობდი, რა არის ფიქრო? ეხლა ძალიან ბევრი რაღაც მთხოვე რა. აი ჟორჟის გოლს ხედავ ძალიან თვალნათლივ, მაგრამ ანგარის ვერ ხედავ რა. ვიღაც მეფარება. სელტა გაიტანს. გამიხარდება რომ გაიტანოს, კაი თამაში ვნახოთ და ისე მოვიგოთ რა. აი, მაშინ იყოს 3-1. მოსულ, არაფერი მოწესრიგე. 3-1. 3-1 მთავრდება. As we know, you speak English, yeah? Yes. So we are shooting something about... about... Villarreal as well. So we are from Georgia, and we are recording a vlog. And I want to ask you about George Mikautadze. What do you think about him? Mikautadze. About your team, first of all, yeah. We can translate it. Okay. He's a good player. Y este año, para ser el primer año, estaba muy bien. And this year, to be the first year, he's playing very good. Y el año que viene lo va a reventar. Next year, he's gonna... Yeah. Sí. Mikautadze is from Georgia, no? Yeah. What do you think about George Mikautadze? It's a very good player for us and very important forward, no? And have a lot of goals, and I think that he can or could help us a lot of us. What do you think about today's game? And next will be about George Mikautadze. What do you think about him? George, I think it's a pretty nice player, and I always say that he has aura, we say in Spanish, and it's something that not all players have, and I like it from him. So I like, and I hope he stays in Villarreal a lot of season. Okay. And what do you think how will be this game will finish? Today's match? Yeah. Yeah, I think it's going to be a good one, and I hope Villarreal wins, and with a couple of goals from George, it will be great. It will be great to see. Thank you. I hope to see a celebration. Yeah, you will see, I promise, brother. Yeah.
Thank you guys. ყვარას რამდენ თამაშზე წორ ნაპოლიში ნამყოფი, ყველა ჯერზე შეაგდო. ანუ დავაპირებ რომ ეხა ეგ ტენდენცია გამოვაგზავნო რა. შენი მეწევა. აუ, აქ რა გიჟობები მოხდება. ნახე რა ახლოს ის მაყურებელი. ესე ახლოს რო იდეს მაყურებელი ჯერ არ მინახავს მართლა. აი გარი მაგალითი, რომ რაღაც დიდი ფეხბურთის სათამაშო დიდი ქალაქები არ არის საჭირო რა, ჩვენ საყურადღებოთ ალბათ, ქართველების საყურადღებოთ. იმიტომ რომ ისიც რომ ძალიან პატარა ქალაქია, აი დაუჯერებლად პატარა ქალაქია იმისთვის რომ ესეთი გუნდი ყავდეთ რა. დღეს დარწმუნებული ვარ რომ ჩემპიონთა ლიგის საგზურს გაინაღდებენ აუცილებლად. სხვათა შორის ევროპის თასი აქვს მოგებული ალბათ ამ სტადიონზე, ხო, რაღაც ღირსშესანიშნაობებიც მომხდარა. ერთი პატარა დასამახსოვრებელი ამბავი დღესაც მივამატა. ჯორჯის გოლი იყოს, მოდი. It is not full at all. No, because there are plenty of, we have ticket season holders sold out. Okay? Sometimes when we play too, Yeah, understand. too late, it's quite normal. ძალიან კაი მომენტი გქონდა ჟორის ახლა. კინაღამ შეიარა. არა, პირობა მახსოვს ეს ვატანი. Good, BSC! Let's go! George's goli da bak. Origin. კონცეფცია აქვს ძალიან საინტერესო. წყალქვეშა ნავის კონცეფცია აქვს აღებული, იმიტომ რომ Yellow Submarine არიან. არ ვიცი ბილდსთან აკავშირშია, მაგრამ ყვითელი წყალქვეშა ნავი. ბილდსთან არ ყოფილა კავშირში, მაგრამ და ამ ყველაფერს თან დავის დროები აქვს. ეხლა ცოტა მოცდა გვიწევს, რომ შიგნით დაიწყოს ახლიდან შოუ, რომელსაც ვნახავთ 2 წუთში. წყალქვეშა გეიმში შევედით. No te asustes. Estás dentro de un submarino. მიწყებს მოყოლას ოკეი. გეიმთან დაკავშირებით. ენის ასარჩევი ხო არისო იქ? შეიძლება იქ გავთიშე. ხო. ამ ოთახში რაც მიყვარს და ძალიან გამაკვირვაა სხვათა შორის არ მინახავს სხვა მუზეუმებში რა. არის აი ეს რუკა, რომელიც უნდა აირჩიო რაღაც მონაკვეთი და იმ მონაკვეთს გირთავს. შეხედე? და იმ კონკრეტული ლოკაციის ისტორიას გიყვება და ძალიან საინტერესო არის რა. აი მაგალითად სტადიონი. Yellow Submarine. მაგაზე არ მიფიქრია სანამ ეს არ ვნახე რომ განლაგებით Yellow Submarine-ს გავს პროსტ. წყალქვეშა ნავს გავს აქაური. აქ არის რელიკვიები. ვილიარეალის. ზოგის ბუცია შემონახული. ძველი ვიდეო კამერა. ესეც სომინოდა რომ ხანდა ხონდა. ჯოშუ შენ? ჯოშუს ნამოწონდეს ეს. ჯოშუ თავი დაგვიქნია უნდა თუ.
აი ხა ნახე, ყველაზე მაგარი ადგილი, სადაც თანამედროვე ისტორია იწყება და შენ შეგვიძლია. მოდი. აქ ჟორჟსაც ვნახავთ. კი, აქ ნახავ ჟორჟსაც და ჟორჟის სტატისტიკა. აი ეხლა გამოვიდა ზუსტად. მოდი. მოიცა ჩაგირთო. მაინცა. არა, მან ალბათ. აი. ჩავრთე. ჩვენ გვინდა ინგლისური და ეხლა როგორ უნდა შევიდეთ. და გაჩვენებს იმას ამ სეზონში მაგალითად რა სტატისტიკა აქვს ჟორჟს. პოზიცია. აი. და სტატისტიკა ჟორჟს აქვს 11 გოლი უკვე გატანილი, 5 ასისტი გაკეთებული. ცუდი არ არის. პირველად რო ხარ გუნდში გადმოსული, იცი რა, ამ სტატისტიკაზე უფრო მნიშვნელოვანი მე მგონი არის. შეიძლება ამ სტატისტიკიდან გამომდინარე ის მეორე ფაქტი, რაზეც ვაპირებ ახლა რო გითხრა, მაგრამ აი ძალიან სასიამოვნოდ გაკვირვებული დავრჩი, რომ აი მაგ მოკლე დროში ეგრე უყვარს ხალხს. კი, ძალიან უყვარს ხალხს. ხო. კაი, აქ უნდა შეხვიდე და ჰიმნი ჩაირთვება და უნდა იმღერო რა. მეტი არაფერი ისე დავალება არის. აი იმ ადგილას გაჩერდი და ჰიმნი იმღერა. თან ალბათ ვიღაც მიიღებს, მაგრამ თან ჰიმნის შემსრულებელსაც არ უგავარ აშკარად. პირველთვის მე ვიცი? ჰიმნს. Edrimar, Marea, Trimbara, Guanarar, Viliarea, Amrayor, Viliarea. აქ ცოტა ხანი უნდა გავჩერდეთ. ჰიმს უნდა უსმენდათ. და მე ნახავ რატო უსმენდით ჰიმს. ვახოთ, ეხა იპოვე შენი თავი. ძალიან დაძაბული იყო ეს ჩემპიონობა, იმიტომ რომ ენლების სერია გაგრძელდა მეკარეებამდე. აი ეს არის გადამწყვეტი პენალტი. აიღო. არის ამათი ისტორიის ყველაზე დიდი წერტილია. შტამბეჭდავი იყო ნამდვილად. ემოციურია თან რაღაცა მელოდიურადაც ისე არის, რომ რაღაც გონია რომ მონაწილე ვარ. პენალზე მინდა რომ გადავხდე და რა. ხო, ეგრე ჩვენი პენლები გამახსენე. აი ევროპაზე რო გავედი, საოცარი ისე. წავედი. კი, გაქეთ არის და იდეაში ეგ იყო რა. მოგვიყვნენ თავისი ისტორია, გვანახეს თავისი ახალი ფეხბურთელები. აი რა ვიცი, გონი ხალხსაც საინტერესოდ გაუზიარეთ რა. სარიელ სტადიონზეც მოვხდით და ცოტა უცნაურია რა. დიდი ბრძოლის მერე რო სიწყნარია მაგას. ძალიან მიყვარს ხოლმე სარიელი სტადიონი. სიმშვიდე რო აქვს, სანამ შეივსება და ერთიანად ხმაური იწყება. ეხლა მოწესრიგება მიდის სტადიონს, გუშინ კარგი თამაში იყო და როგორც აღნიშნეს, ჩვენს ყველა ჩამოსვლაზე გამარჯვება ნახეს, ასე რომ ხშირად გველოდებიან ხოლმე აქ კიდე. ხო. დარწმუნებულია რომ მაგაშიც არის საქმე რა, როგორც ზოგადად მაყურებელში. მოკლედ, გამოგვიმივიდა რომ ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი თამაში ვნახეთ. მუზეუმის ტურმა დაგლიჯა. ძალიან საინტერესო იყო. ხალხს დაუპირდი გუში რომ ჟორჟს მოვიტაცებდი ცოტა ხნით და პირადადაც მივულოცოთ ჩემპიონთა ლიგის საგზური და ძალიან კარგი. რაღაც საინტერესო ამბები მოვაყოლოთ. წავედით. ჟორჟიც მოვიდა, ეხლა შევეგებებით და რაღაც კონტენტის გადაღებასაც დავიწყებთ პროცესს და
behind the scenes უკვე ბლოგში ნახავთ, თვითონ კონტენტი კი სოფლიო ჩემპიონატის დროს კროკოს პლატფორმებზე დაიდება. მეგობრებო, ჩვენი ვლოგი დასასრულს მივახლოვდა. სულ რამდენიმე ვიდეო დაგვჭირა გადასაღები. ამ ვიდეოებს უკვე კროკოს პლატფორმაზე ნახავთ. სოფლიო ჩემპიონატის დროს ძალიან ბევრი საინტერესო რამე დაიდება და გამოყვევით, ნახეთ, უყურეთ და არ დაგავიწყდეთ, რომ გამოიწეროთ ჩვენი არხები.